მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის მომდევნო ახალ სიუჟეტს. ვიმყოფები ისტორიულ ოთას ხეობაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ასპინძიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და მინდა გითხრათ, რომ ის ადგილები, რომელიც დღეს მხოლოდღა ადგილობრივებისთვის, საქონლისთვის საძოვარ მიწებად გამოიყენება, თუ მწყემსი ოდნავ მაინც მიწას მოჩიჩქნის, შეიძლება წააწყდეს აი ესეთი სახის ფრაგმენტს ისტორიული წარსულიდან, მაგალითად ეს გახლავთ ძველად ფეოდალურ საქართველოში გამოიყენებოდა სელის ზეთის სახტელ ქვად. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელი სიუჟეტის მთავარ ობიექტს, სანამ ასე უშუალოდ საუბარს დავიწყებდე, მინდა შესწავლით სახით წაგიკითხოთ ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც შემდგომში მდგომარეობს. მაშინ სტუდენტური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩავატარეთ გაწმენდითი სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები. შემდეგ, როგორც უკვე ქართულ კავკასიურმა ინსტიტუტმა, როგორც არქეოლოგიური, ასევე წყაროების კვლევა. ეს გახლავთ ამონარიდი, ერთი ცნობილი ქართველი მოღვაწის ინტერვიუდან, მაგრამ სანამ მის ვინაობას გეტყოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ამ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენთაგანს უფალმა გარკვეული მისია დაგვაკისრა. ზოგის რთულია, ზოგისაც კი უფრო მარტივი, მაგრამ ამავდროულად ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინტერვიუ, რომელიც მე თქვენ წაგიკითხეთ, ეკუთვნის მალხაზ დათუკიშვილს, იგივე მალხაზ შორეთელს, რომელიც გახლავთ მწერალი და დირექტორი ქართულ კავკასიური ინსტიტუტისა. ამ ადამიანის ფსევდონიმი შორეთელი სათავეს იღებს 1986 წლიდან და პირდაპირ კავშირშია სამცხის იმ ერთ-ერთი გამორჩეული და ამავდროულად მივიწყებული ქრისტიანული სავანის აღდგენაში ამ ადამიანის მიერ ლომისვლილის შეტანაში, რომელსაც თქვენ დღევანდელ სიუჟეტში იხილავთ. შესაბამისად, დღევანდელ სერიაში თქვენ ნახავთ შორეთის მონასტერს და მოისმენთ მის ისტორიას. დანარჩენი კი დეტალურად რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტიდან. წავედით. ასპინძის ხევის სათავეზე მთის ძირში არს შორაპანს მონასტერი უგუმბათო, შვენიერს ადგილს დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით დააწ-ცარიელი. ეს გახლავთ ნაწყვეტი მე-18 საუკუნის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომიდან აღწერა სამეფო სასაქართლოსა. ვახუშტის მიერ შესრულებული აღწერიდან დაახლოებით 157 წლის შემდგომ ქვეყნის წარსულისა და სიძველეთა დიდმა მოამაგემ ექვთიმე თაყაიშვილმა სამხრეთ საქართველოში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში კიდევ უფრო ძირეულად მიჰყო ხელი ბაგრატიონი გეოგრაფისა და ისტორიკოსის მიერ შესრულებულ ჩანაწერთა ანალიზს. ექვთიმე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მონასტრის დახასიათებისას ცდარია მხოლოდ სახელწოდება შორაპანი, ხოლო ძეგლის მდებარეობა და მისი ვიზუალური აღწერილობა იდენტურია იმ მესხური ქრისტიანული სავანისა, რომელიც ძველად ფეოდალურ სამცხეში ჯერ შოლოთას, შემდგომ შოროთას, ყველაზე ბოლოს კი შორეთის სახელით მოიხსენიებოდა. ამ დიდებულ ადგილამდე მისასვლელად, რომელსაც დღევანდელი სიუჟეტის განმავლობაში მეც ყველაზე გვიანდელი ტოპონიმით შორეთის სახელით მოვიხსენიებ, ავირჩიე მთისწყლიან საფარველზე მიმავალი ისტორიული ბილიკი, რომლის როგორც დაძლევაში, ასევე უკეთ შეცნობაში დახმარებას მიწევს ჩემი უფროსი მესხი მეგობარი ასპინძის მკვიდრი კახა ზედგინიძე. იქ სადაც მდინარე შორეთი იგივე შოლოთა იღებს სათავეს და მესხეთის ორი ისტორიული მხარის სამცხისა და ჯავახეთის საზღვარია, ბუნებრივად წარმოქმნილ კლდოვანი ქვაბულის შედარებით მოვაკებულ ნაწილში აღმართულია შორეთის მონასტრის მთავარი სამლოცველო, ხოლო მას ზევიდან დაჰყურებს კლდის ქიმზე ამოზიდული ციხესიმაგრე. საფორტიფიკაციო ნაგებობისა და სასულიერო კერის გვერდიგვერდ არსებობა უკვე ხაზს უსმევს ფეოდალურ მესხეთში ამ ადგილის მნიშვნელობაზე და თავის მხრივ გვევლინება სიმბოლოდ იმ სიმტკიცისა, რომლის ფუნდამენტსაც ყოველთვის ქრისტეს მიმართ სიყვარული წარმოადგენდა. არქიტექტურული თვალსაზრისით შორეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი საკმაოდ რთული ნაგებობაა. რამე თუ ერთი რომ იგი აშენებულია მე-6-მე-7 საუკუნეების სამლოცველოთა ნაშთებზე, ხოლო მეორეს მხრივ მთავარ სამლოცველოს გააჩნია სხვადასხვა მინაშენები, როგორც ეკლესიათა, ასევე საძვალეთა და სამრეკლოს სახით. შორეთის სამონასტრო კომპლექსზე მომუშავე მეცნიერები აქ განხორციელებულ მშენებლობათა დიაპაზონად ასახელებენ მე-6 საუკუნიდან მოყოლებული მე-15 საუკუნის ბოლომდე პერიოდს. მაგრამ მიუხედავად შორეთში მიმდინარე 900 წლოვანი აღმშენებლობითი პროცესებისა, მესხეთის მიწაზე მომხდარი სისხლის ღვრებისა და დამპყრობთა ურდუების მიერ მოწყობილ განუკითხაობათა გამო, ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობები ამ ალაგის შესახებ ძალიან მწირია.
ფეოდალური პერიოდის საქართველოდან ჩვენამდე მოვიდა 4 ტიპის სხვადასხვა ხელნაწერი, რომლებიც განეკუთვნებიან მე-12-მე-13 საუკუნეებს. და ასევე უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელნი ერთ დროს შორეთის, როგორც ძველად იტყოდნენ, შოროთის კუთვნილებას წარმოადგენდნენ. ამ ხელნაწერთა თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად მოვიშველიებ სერიის პროლოგში ჩემს მიერ ნახსენებ მალხაზ დათუკიშვილს და მისი მეოხებით შექმნილ ნაშრომს შორეთის მონასტრის ლიპიდარული წარწერა. მწერალი და მეცნიერი ბატონი მალხაზი წიგნში თავს უყრის ზემოთ ხსენებულ ხელნაწერთა იმ მონაკვეთებს, სადაც იკითხება შორეთის მონასტერი. ამ წყაროებიდან ორ მათგანში მოხსენიებულნი არიან უგრეხელიძეთა გვარის წარმომადგენლები, კოზმანი და პავლე არსენის ძენი. ისინი ერთმანეთის თანმიმდევრულად უკვეთავენ და სწირავენ ხელნაწერებს შოროთას მონასტერს. სანაცვლოდ კი შესთხოვენ შოროთას ღვთაებასა და წმინდა გიორგის მეოხებას მშობლებისა და ძმებთათვის, რომელთა სახელებიც არ ჩანს. ეს ხელნაწერები განეკუთვნებიან მე-12-მე-13 საუკუნეებს. მათში ასევე იხსენიება შემდგომად ბერად აღკვეცილი პავლე, რაც იძლევა ვარაუდს, რომ ეს ზემოთ ხსენებული მონასტრის შემომწირველი პავლე უგრეხელიძეა. ჩანაწერებზე მომუშავე მეცნიერები ვარაუდობენ იმასაც, რომ იმ დროისათვის შოროთას მონასტერი ზემოთ ხსენებულ ფეოდალური გვარის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. ხოლო პავლესა და კოზმანის მიერ მონასტრის მოსახსენიებელში usახელოდ შეტანილი ძმები, ბერად აღკვეცილი და სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე უგრეხელიძეთა გვარის წარმომადგენელი სასულიერო პირები იყვნენ. ამ ორი ხელნაწერიდან კიდევ ცნობილი ხდება, რომ მე-12-მე-13 საუკუნეთა მიჯნაზე ქრისტიანული სავანის მთავარ სიწმინდეებს წარმოადგენს ღვთაებისა და წმინდა გიორგის ხატი. მესამე ხელნაწერი მე-13 საუკუნეს განეკუთვნება. შინაარსით წააგავს უგრეხელიძეთა ანდერძს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ღვთაებისა და წმინდა გიორგის ხატების შემომწირავთ წარმოადგენენ არსლანის ძენი, რომელთაც ხელნაწერი დაუკვეთავთ მონასტრისათვის მათივე გაზრდილი ბაციკის ძე გიგაისთვის, მისივე ნაშოვნი თანხით. მეოთხე ჩანაწერი კი ცნობილია ვანის ოთხთავის სახელით, იგივე ვანის სახარება, რომლის ადგილსამყოფელსაც მე-14-მე-15 საუკუნეებში შორეთის მონასტერი წარმოადგენდა, ხოლო შემდგომად იგი გადატანილ იქნა იმერეთში. ამ მე-13 საუკუნის უნიკალური სახარების ხელნაწერს, რომელიც დიდი თამარის მეფობისას სამეფო კარის დაკვეთით კონსტანტინოპოლში ვინმე იოანეს გადაუწერია თან ერთვის მინაწერი, რომელშიც იკითხება შემდგომი: შემოსწირა წმინდა ესე ოთხთავი პატრონმან ნათამან ჩვენ, საბოთარსა და შორეთელთა პირველ ხატსა მაცხოვრისასა, წმინდისა გიორგი შოროთისასა და წმინდისა ნიკოლოზისა. თანამედროვე ქართულით რომ გითხრათ, მინაწერში მოხსენიებული პატრონი ნათია გახლავთ ცოლის სამცხის ათაბაგ ბექა მეორე ჯაყელისა და სწორედ მას უნდა შეეწირა მე-14 საუკუნისათვის მონასტრისათვის თამარის დროინდელი ვანის ოთხთავი. ამ მინაწერიდან ასევე ვიგებთ, რომ თუ აქამდე შორეთის უმთავრეს სიწმინდეებად ითვლებოდა ღვთაებისა და წმინდა გიორგის ხატი, მათ რიგებში ჩნდება ასევე წმინდა ნიკოლოზიც. ანდერძში მოხსენიებულ ტოპონიმთაგან გარდა შორეთელისა გაჟღერებულია საბოთარი. სახელწოდება შორეთელი გასაგებია და მასზე საუბარს აღარ დავიწყებ, მაგრამ საინტერესოა სამცხის რომელი ნაწილი უნდა იხსენიებოდეს საბოთარად. მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელი ოთის ხეობა, რომელიც მე გამოვიარე იმისთვის, რომ სვლა გეზი გამეგრძელებინა შორეთის მონასტრისაკენ, ყველაზე ადრეული ფორმით იწოდებოდა ბოთად, რომლისგანაც შემდგომად მიღებული იქნა საბოთარი. ზემოთ ხსენებული მალხაზ დათუკიშვილი ვარაუდობდა, რომ სწორედ საბოთარიდან იქნა მიღებული გვიან ფეოდალური ხანისათვის ოთარი, ოთარაი, ხოლო ყველაზე ბოლოს ოთა. ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა შალიკაშვილთა აქვთ. ამ ისტორიულ ჩანაწერში მოხსენიებული შალიკაშვილთა მესხური ფეოდალური ოჯახი, მათი აღმავლობის ზენიტში დღევანდელი ოთის ხეობის სრულ ბატონ პატრონებსაც კი წარმოადგენდნენ. მიუხედავად ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროთა სიმცირისა, სადაც შორეთი ან შოროთა იხსენიება, ჩემს მიერ თქვენთვის წაკითხული 4-ვე ხელნაწერიდან კარგად სჩანს, რაოდენ გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელნი იყვნენ მონასტრის შემომწირველები, რაც თავის მხრივ ხაზს უსმევს სასულიერო კერის მნიშვნელობაზე ფეოდალურ მესხეთში. შემდეგი ცნობა შორეთზე კი გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეს უკანასკნელი უკვე არა ქართულ, არამედ შორეთისა და სრულიად მესხეთისათვის საუკუნეთა განმავლობაში მზის ჩამსვენებელ ოსმალებს ეკუთვნით. იგი გახლავთ 1595 წლისათვის სულთნის ბრძანებით შედგენილი ეკონომიკური ხასიათის მქონე დოკუმენტი გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი და მასში ეს დიდებული ქრისტიანული სავანე ორჯერ არის მოხსენიებული: სათესველი შოროთა და შოროთის ეკლესია. იქვე მინაწერით ცარიელი შეწერილი გადასახადი 600 აღჭა. როგორც ხედავთ, თურქი მოხელის მიერ აღწერილი ქრისტიანული სავანე დავთარში შეყვანილია ძველი ტოპონიმით შოროთად, სადაც შოროთას ეკლესიაში რა თქმა უნდა მონასტერი იგულისხმება, ხოლო სათესველი შოროთა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ქრისტიანული სავანის მიმდებარედ არსებული ყანები, რომელიც წინად აქ მოღვაწეს სასულიერო მამების მიერ იქნებოდა დამუშავებული.
ოსმალები გარკვევით ახსენებენ იმასაც, რომ ადგილი ცარიელია და მათ მიერ შეწერილი 600 აღჭა სულთნის წინაშე გადასახდელად, ან ამ ტერიტორიის ახალ მფლობელს უნდა გაეღო, ან მისი გადაწყვეტილებით ამ მიწაზე სარჩოს მომყვან სხვა პირს ან პირებს. მაგრამ ასეთი მონასტერს არათუ მე-16 საუკუნის შემდგომ კარგ ხანს აღარ გამოჩენია, არამედ თურქთა ურდუების გაბატონების დროსვე დაცლილია ეს ალაგი. შეიძლება გაგიჩნდეთ ლოგიკური კითხვა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ოსმალთა ბატონობის ჯერ კიდევ დასაწყისში ამ ალაგის დაცლა. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ დაკარგული დიდებული მესხეთის წინამდებარე სერიებში ნაჩვენებ ზარზმას, საფარას და ჭულეს, რომლებიც შორეთთან შედარებით ბევრად იოლად მისადგომ ადგილებზე იყვნენ ახშენებულნი. და მაინც და მაინც მე-16 საუკუნის ბოლოდან არ დაწყებულა მათი ასეთი მასშტაბებით გავერანება. ამის მიზეზის პოვნა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისტორიული პრაქტიკიდან გამომდინარე, მესხეთსაც და სრულიად საქართველოსაც ძირითადად ისლამური მრწამსის მქონე იმპერიათაგან უწევდათ თავის დაცვა. მუჰამედის რჯულზე მყოფთათვის კი ქვეყნის საკლებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ქრისტიანულ სალოცავთა დარბევას, რაც თავის მხრივ გულისხმობდა არა მარტო მათი როგორც ძეგლების ნგრევას, ასევე მასში მოღვაწე სასულიერო პირთა სიცოცხლის გამოსალმებას. ოსმალებიცა და ირანელებიც მსგავს ქმედებებს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის, როგორც მრწამსის მიუღებლობის გამო კი არ ჩადიოდნენ, არამედ მათ კარგად იცოდნენ ქართველთა სულისკვეთების უმთავრეს მოტივს. მათივე სარწმუნოება წარმოადგენდა და ამ ხალხის მარტო ხორციელად ხელყოფა არ იყო საკმარისი ქვეყნის სრულიად დასამორჩილებლად და გასათათრებლად. ამიტომაც ისინი მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რამენაირად ერთხელ და სამუდამოდ ამოეძირკვათ ის ქრისტიანული კერები ქვეყანაში, რომელიც ერს, სულიერ საზრდოს და სიმტკიცეს აძლევდა. მტრისამ განზრახვას კიდევ თან ერთვოდა რა თქმა უნდა ძარცვისა და ყაჩაღობის დაუცხრომელი სურვილი, რომელიც მათ ალაფის სახით უნდა გამოეზიდათ საქართველოში არსებული სასულიერო კერებიდან. იქნებოდა ეს ძვირფასი თვლებით მოჭედილი სიწმინდეები თუ ხელნაწერთა მოოქროვილ მოვერცხლილი გარეყდები. შორეთის შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, დღემდე მოღწეული თითზე დასათვლელი წყაროებიც კი ხაზს უსმევს, თუ როგორი წარჩინებული მესხური ოჯახის წარმომადგენელნი იყვნენ მონასტრის შემომწირველნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება აუცილებლად მოწმობს შორეთის მონასტრის სიმდიდრეს, როგორც სასულიერო კუთხით, ასევე მატერიალური თვალსაზრისითაც, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მასშტაბებამდე გადის, თუ მას დავუმატებთ იმ გადმოცემებსაც, რაც მართალია კონკრეტული ჩანაწერებით არ მტკიცდება, მაგრამ ზეპირსიტყვიერი ამბებითა და გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, აჩენს ვარაუდს, რომ ეს დიდებული სავანე ერთ დროს ადგილობრივ ფეოდალთა გარდა თვით ბაგრატიონ უფლისწულთა სამყოფადაც ითვლებოდა. მაგალითად ლაშა გიორგის დროს, სანამ მონღოლები საქართველოში ქვას-ქვაზე არ დატოვებდნენ, ქვეყანა ჯერ კიდევ თამარის ოქროს ხანის ინერციით მიდიოდა. ლაშას დროინდელი მემატიანეები კი ახსენებენ ხშირად ჯავახეთს როგორც საუფლისწულო ადგილს და ბაგრატიონთა საზაფხულო რეზიდენციას. მაგალითად ჯავახეთში მდებარე დღევანდელი სოფლებიდან ასეთი ფუნქციის მატარებელი იყო ალასტანი. გაგიკვირდებათ და იკითხავთ, თუ ჯავახეთში საუფლისწულო რეზიდენცია არსებობდა, სამცხის შორეთი მასთან რა კავშირში იყო. ამის პასუხად გეტყვით, რომ სამცხის ოთადან მე თუ შორეთის მოსალოცად ტყიანი მთა ავიარე, ჯავახეთიდან წიწოვანი ტყის მასივით დაფარული მთის ფერდით ჩამოდიხარ მონასტრამდე. ასე ამგვარად მივდივართ იქამდე, რომ ბაგრატიონი უფლისწულები შორეთშიც იმყოფებოდნენ და შესაბამისად ეს ქრისტიანული სავანე გარკვეულწილად საუფლისწულო მონასტერიც გამოდიოდა. ის რომ მონასტერს შემომწირველებად განსაკუთრებული ოჯახის წარმომადგენლები არ აკლდა, ამაზე მეტყველებს ის უნიკალური ხატწერაც, რომელიც შორეთის კომპლექსის მთავარ სამლოცველოში არათუ საღებავებით იყო შესრულებული, არამედ მოზაიკით. დღესდღეისობით ტაძარში შესული, ასე ერთი შეხედვით მის კვალს ვერ შენიშნავ. მაგრამ თუ კარგად დააკვირდები თაღს და მცირე განათებას გამოიყენებ, აუცილებლად შეძლებ მის დანახვას. აქვე წაგიკითხავთ ნაწყვეტს 1891 წელს ცნობილი მესხის საერო და სასულიერო მოღვაწის ივანე გვარამაძის ჩანაწერიდან, რომელიც გვამცნობს მონასტრის ისეთი შემკობის ნიშნებს, რომელთაც სამწუხაროდ ჩვენამდე ვეღარ მოაღწიეს. იატაკის სულ მინაქარის მწვანე ჩინური ნაგები, აღსავლის კარს შუა სრულ ლიბრი მარმარილოს ძვლები და 4 ყურე კედელი სრულ მოზაიტის კენჭით ჩაწყობილი ხატები. ამათი წლის წინ ეს ნაშთი ჩვენ წინაპართა დიდებისა კიდევ დამხვდა. ახლა სულ გატიალებულია. ასე ამგვარად მე მგონი ცხადზე ცხადია, თუ რატომ გახდებოდა შორეთის ყოველმხრივ შემკობილი დიდებული სავანე ოსმალთა მიერ ძარცვის მთავარ სამიზნედ. მართალია გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლოა იმის ფიქრიც, რომ გარდა ოსმალებისა, შორეთი მე-16 საუკუნის განმავლობაში მესხეთში არაერთხელ შემოჭრილი ყიზილბაშების მსხვერპლის გამხდარიყო. ზემოთ ჩამოთვლილ დამპყრობელთაგან, რომელსაც არ უნდა შეეწირა ამ ქრისტიანული სავანისა და მასში მოღვაწე მამათა სიცოცხლე, ყველა შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკით მოხდებოდა მისი აკლება. რამაც სამომავლოდ გამოიწვია ის, რომ აქ სასულიერო ცხოვრება თითქმის 5 საუკუნის განმავლობაში მდუმარებას იყო მიცემული.
შორეთის მონასტერზე და მასთან დაკავშირებულ გამოჩენილ პირთა შესახებ უკანასკნელ ცნობების წყაროდ შეგვიძლია თავად სამონასტრო კომპლექსის სამლოცველოთა კედლები და მის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქვათა ფრაგმენტები მივიჩნიოთ მათზე რელიეფურად ამოკვეთილი წარწერებით. მთავარი ტაძრის კარიბჭის სამხრეთ ფასადზე გამოქანდაკებული ვერძის გვერდით შეინიშნება ასომთავრული შესრულებული წარწერა. ქრისტე ორბისძეს ნიკოლოზ გალატოსთ უხუცეს შეუნდვენ ღმერთმან ამენ. ნიკოლოზ ორბისძის ან ორბელისძის მოსახსენიებლის თავდაპირველი გაშიფრვა ეკუთვნის გიორგი ბოჭორიძეს. სამხრეთ საქართველოში განხორციელებული ექსპედიციის ფარგლებში 1932-1933 წლებში. წარწერა თარიღდება მე-13-მე-14 საუკუნეებით და მასში ხსენებული ნიკოლოზის გალატოსთ უხუცესობა ამ პიროვნების დიდი თანამდებობის აღნიშვნელი უნდა იყოს სამეფო კარზე, რომელსაც მეორენაირად ფეოდალურ საქართველოში ხუროთ მოძღვართ უხუცესის პოზიციას უწოდებდნენ. 1859 წელს ფრანგმა მეცნიერმა, ქართველოლოგმა მარი ბროსემ გაშიფრა კიდევ ერთი ქვაზე შესრულებული მინაწერი, რომელიც შემდგომ პერიოდებში დაკარგულად ითვლებოდა. მანამ სანამ 1987 წელს მონასტრის ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპედიციისას არ მოხდა მისი ხელახალი აღმოჩენა. დღეს ეს ქვა ჩასმულია მთავარ ტაძარში შემავალი კარის თაღის მარცხენა ნაწილში და იგი წარმოადგენს მოსახსენიებელს ვინმე მიქაელ კათალიკოსისა. იესუ ქრისტე ძეო ღვთისაო, შეიწყალე კათალიკოზი მიქელ. შორეთის მონასტრის წარწერებიდან ყველაზე ვრცელს წარმოადგენს ასომთავრული შესრულებული სამშენებლო ხასიათის მინაწერი, რომელიც ერთ დროს მთავარი სამლოცველოს სამხრეთ ფასადზე იყო ჩასმული. სამ ქვაზე გადანაწილებული რელიეფურად ამოკვეთილი წარწერები ერთიანად წაკითხვის შემთხვევაში გვამცნობს შემდეგს. ქრისტე ძეო ღვთისაო, მეუხებითა მშობელისა შენისათა, შეიწყალე საბა ნიკოლოზ ძე ვარას ბაკურ ოთარაის ძისა, მაშენებელი წმიდისა ამის ეკლესიისა, მოსახელისა შენისა და წმინდისა გიორგი და ნიკოლოზისა შეწევნითა. ამ მოსახსენიებელთან მიმართებით მალხაზ დათუკიშვილი მისსავე ნაშრომში შორეთის შესახებ აყალიბებდა ვარაუდს, რომ ასომთავრული შესრულებულ წარწერებში ამოკითხული პირი ორი სახელით საბა ნიკოლოზი ამ კონკრეტული ადამიანის ერისკაცობის სახელია, ხოლო საბა ბერობის. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოხსენიებულია როგორც ძე, ანუ შვილი ვარას ბაკურ ოთარაიძისა, იგი უნდა იყოს სამცხის ეპისკოპოსი, უფრო კონკრეტულად აწყურის, ესე იგი საბა მაწყვერელი. დათუკიშვილი ამ თეორიას ამყარებს იმითაც, რომ ჯვრის მონასტრის საუკუნო აღაპში საბა მაწყვერელს შეყვანილი ყავს მამამისი ვარას ბაკური. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩემს მიერ სერიის მიმდინარეობისას ხსენებულ მესხურ ფეოდალური ოჯახის ოთის ხეობის ბატონ პატრონს შალიკაშვილთა წინაპრად მალხაზ დათუკიშვილისა და ბევრი სხვა მეცნიერიც ვარას ბაკურ საგვარეულო სახელით ცნობილ სამცხის ფეოდალებს მიიჩნევენ. სიუჟეტის დასაწყისში, სანამ დღევანდელი სერიის მთავარ თემას შევეხებოდი, თავდაპირველად წაგიკითხეთ ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც როგორც უკვე შესავალში აღვნიშნე, ეკუთვნის მალხაზ დათუკიშვილს. ეს ადამიანი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ხდება ნაწილი ისეთი კომპლექსური ექსპედიციებისა შორეთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთელი რიგი ქართველი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ არქეოლოგი ანდრია აფაქიძე, არქიტექტორი გივი გაფრინდაშვილი, რესტავრატორები თამარ ნემსაძე და რუსუდან გურამიშვილი. ამ პერიოდიდან იწყება გაწმენდითი სამუშაოები შორეთის სამონასტრო კომპლექსისა, რაც თავის მხრივ შესაძლოა ამ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლის ხელახლა დაბადებადაც მოვისაზროთ. ზემოთ ხსენებულ ქართველ მეცნიერთაგან ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი ამ დიად საქმეში, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს არ გუნა განგებამ სადაურობის აღნიშნელი წოდება შორეთელი. სიუჟეტის დასაწყისშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მალხაზ დათუკიშვილ შორეთელმა ლომის წვლილი შეიტანა ამ ქრისტიანული სავანის თითქმის ნანგრევებიდან აღმოცენებაში. შორეთის მონასტრის ტერიტორიაზე ახლად დამდგარი, ჯვრით შემკობილი ქვა, მასზე ამოტვიფრული მხედრული წარწერებით მოგვითხრობს მალხაზ დათუკიშვილ შორეთელის თაოსნობით სამონასტრო კომპლექსის სრული აღდგენის საქმეში მის უსასყიდლო ღვაწლზე. როგორც უკვე გითხარით, თითოეულ ჩვენთაგანს უფლისგან გარკვეული მისია გვაქვს დაკისრებული. მალხაზ შორეთელის მისია კი რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად დიდი მადლის შემცველი იყო. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება ღვთის განგებით შეგწევდეს ძალა აღადგინოს სამცხის გამორჩეულ მონასტერთაგან ერთ-ერთი და ამ საქმის პირნათლად შესრულების შემდეგ მიწიერი ცხოვრება დატოვა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სწორედ იმ დიდგორის ველზე, სადაც 900 წლის წინათ შენსავით პატრიოტი და გმირი ქართველები იბრძოდნენ. სიუჟეტის დასასრულისას მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ რამე კონკრეტული ჩვენი განზრახვა მყისიერად არ სრულდება, ამას თავის ახსნა და კანონზომიერება გააჩნია.
როდესაც 2024 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყე მესხეთის სხვადასხვა ისტორიული ადგილების გადაღება, მათი მოკლე სიუჟეტებად ჩაწერის მიზნით, იმ დღიდან მოყოლებული მქონდა განზრახვა შორეთში ასვლისა. მაგრამ სამანქანო გზა იმდენად რთულად სავალი იყო, რომ ვეღარ შევძელი, რაზეც ძალიან დამწყდა გული. მაგრამ ეხლა ხვდები, რომ სულ ტყუილად. მე რომ მაშინ შორეთში ავსულიყავი, ვერ შევძლებდი თქვენთვის ის ადამიანი მეჩვენებინა, ვინც წლების წინ ჯერ კიდევ ყმაწვილ კაცობაში გადაწყვიტა მისი სული ქრისტესთვის მიეძღვნა. რამოდენიმე წლიანი საფარის მამათა მონასტერში გატარებული პერიოდის შემდეგ მან გადაწყვიტა 2024 წლის ნოემბრის თვიდან ასულიყო შორეთში და ყოფილიყო სასულიერო მოღვაწეთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ დიდებულ სამონასტრო კომპლექსში აღავლენდა იმ ქრისტიანულ ლოცვას, რაც საუკუნეთა უკან მესხი ხუროთმოძღვრების მიერ გამოქანდაკებულ ეკლესიის ქვებს 100 წლეულების განმავლობაში აღარ ღირსებია. მინდა მამა არჩილ ნემსაძეს უსურვო მხნეობა და უფლის შემწეობა იმ დიდ და ამავდროულად რთულ საქმეში, რასაც სამცხის ქრისტიანული სავანის შორეთის მოვლა პატრონობა წარმოადგენს. დღევანდელი სერიის დასასრულისას კი ასევე მადლობას გადავუხდი ჩემს მეგობრებს, ვინც მეგზურობას მიწევდნენ შორეთისკენ მიმავალ გზაზე და მათ შორის გამორჩეულად კახა ზედგინიძეს, ვისი წყალობითაც გავხდი ღირსი ისტორიული ბილიკის გავლით ისტორიული ძეგლის ნახვისა. ასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა, როგორც დიდი რუსტველი ითხოვდა თავის არაჩვეულებრივ პოემაში ვეფხის ყაოსანში, მე ძალიან ტონით დაგემშვიდობებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გემშვიდობებით მომდენო ახალ დაკარგული დიდებული მესხეთის სიუჟეტამდე, მანამდე კი ტრადიციულად გიტოვებ თხოვნასა და მოწოდებას, ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სერიები. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და უყურეთ კიდევ ძალიან ბევრ და არაერთ სერიებს დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დროებით!